მოგესალმებით, მუშაობას აგრძელებს ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო სამსახური. დღის ამბებს ამ დროისთვის ნათია ცისკაძე გაგაცნობთ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალი დაუზუსტდა. ამავე ეპიზოდზე ბრალი უკვე დაუმძიმდა ზურაბ ადეიშვილს. ორივე ბრალდების დადგენილება უკვე ჩაიბარა ადვოკატმა ოთარ კახიძეს დღეს. შესაბამისი დოკუმენტი მთავარ პროკურატურაში გადასცეს. 7 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით გამომძიებლები დღესვე იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ მატროსოვის ციხეში. მათ გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალდების დადგენილებები გააცნეს. ერთი ახალი მტკიცებულება არ გადმოუციათ და არც ერთი მუხლი არ შეცვლილა, რომელიც დადგენილებაში ეწერა. როგორც მაშინ ამტკიცებდა პროკურატურა, დღესაც თვლის, რომ ბადრი პატარკაციშვილს არანაირი ძალადობრივი განზრახვები არ ჰქონდა, მშვიდობიანი მოქალაქე იყო, არატრიალებას არ გეგმავდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ჩანს, უნდა დაეძინებინა რაღაც სხვა მიზნებით. ზრუნავდა მასზე. აბსურდული ბრალი არის და დარჩა ასეთად. ალბათ მეოთხედ უნდა მოითხოვონ ადეიშვილის და სააკაშვილის ექსტრადირება. ალბათ ეს მიზანი აქვს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებისთვის, არც მიხეილ სააკაშვილისთვის, არც ზურაბ ადეიშვილისთვის ეს არაფერს არ ცვლის. ცივილიზებული სამყარო საქართველოს პროკურატურის ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევს. ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ დაამძიმეს მუხლები, რასაც აქვს ერთადერთი мотиваცია, რომ დღეს შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, პატიმრობის 9-თვიანი ვადა გასცდის 2 აპრილს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით პროკურატურა აპირებს გიორგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს საშელახსრულების დაწესებულებაში. ბრალი არ შეცვლილა, უბრალოდ ფორმულირება დაზუსტა რაღაცა სიტყვების გადანაცვლება მოხდა ბრალში, თორე ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის კეთილი პუნქტი აქვს. ეს ეხება 2006-2007 წელს ტელევიზია, ტელეკომპანია იმედს, ეს ეხება ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით რაღაც დეტალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაცია ამჯერად ადგილობრივ თვითმმართველობას ქამრების შემოჭერის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. გოგი წულაიას განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ბიუჯეტის თანხები ახალი ავტომანქანების შეძენისთვის არ უნდა იხარჯებოდეს. გოგი წულაიას ბრალდებებს მერიის აპარატის უფროსი პასუხობს. ზვიად ჯავახიას განცხადებით, თვითმმართველობაში მანქანების შესაძენად ტენდერი არ გამოცხადებულა. პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ბრალდებებს დღესვე გუბერნატორიც გამოეხმაურა. ბიუჯეტში მოხდა ცვლილება სადღაც 1 კვირის წინ და ახალი ავტომანქანების შეძენისათვის გამოიყო 175,000 ლარი და იმ ფირმას, რომელიც შემოიყვას ამ ახალ ავტომობილებს, დამატებით ეძლევა კიდევ 80 მერიის ბალანსზე არსებული მანქანა. მე როგორაც ვიცი, როგორაც მაქვს ინფორმაცია და იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ანონსებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, ასეთი ქმედება ვთვლი, რომ არის უზნეობა. უნდა გაჩერდეს ეს პროექტი, არ უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან თანხა და ეს თანხა მიიმართოს ამ ქალაქისთვის, ფუნქციის მონახვისთვის, ამ ქალაქის განვითარებისთვის და ბოლო-ბოლო რამდენჯერ უნდა გავიმეორო. რა გახდა ამდენი, რამოდენიმე ექსპერტის, სპეციალისტების და პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების მოწვევა და განსაზღვრა, აი დადო გეგმა დაიდოს. რა დატვირთავს ამ ქალაქს, რა იქნება ამ ქალაქის ფუნქცია და რა გადაარჩენს ამ ქალაქს. მე მარტო საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის ტენდერის გამოცხადების შესახებ ვიცი, მეტი სხვა არ ვიცი მართალი გითხრათ. მე თვითონ ნახე ის მანქანა, პირადად დავინტერესდი, ნახე ხარჩაღრის სხვა რა დაждდება ამ მანქანის შენახვა და მინდა გითხრათ, რომ ბოლო ესე იგი რამდენიმე თვის განმავლობაში 5,000 ლარზე მეტი დახარჯულია უკვე ამ მანქანაზე. ეხლა ძრავია გასაკეთებელი და 3,000 ლარზე მეტი ჯდება ეს მანქანის ძრავის შეკეთება და მე ჩავთვალე მიზა შეწოდოთ რომ მართლა ხილის ერთი მანქანა წვიდა. ერთი მსახიობის თეატრმა გოგი წულაიას თაოსნობით, რა თქმა უნდა, კომედიური ჟანრის მსახიობის თეატრმა ჩაატარა მორიგი წარმოდგენა. მან განაცხადა თითქოს და მიმდინარეობს უკვე ტენდერი ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებით. მე დაბეჭდებით და პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ არანაირი ახალი ავტომანქანების შეძენის რაიმე ტენდერი ან ამ ეტაპზე რაიმე საკითხი აღნიშნულთან დაკავშირებით არ დგას. თუ მომავალში დაიგეგმება ქალაქის მიერ რაიმე ასეთი ღონისძიება, წინასწარ ეკრება ნაცნობი საზოგადოებას და საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება. დღეს კონფერენცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება. კონფერენცია დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. სამინისტროს მიერ შემუშავდა გზამკვლევი, რომელშიც ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის შედეგად მიღებული რჩევებია გათვალისწინებული. კონფერენციას კულტურის მინისტრი და მხარის ხელმძღვანელობა დაესწრო. აქტივობა არის ძალიან მაღალი, ბევრი ადამიანი გვესწრება, ძალიან პირდაპირ გულახდილი საუბარი მიმდინარეობს პრობლემების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, რაც კულტურის სფეროში არსებობს, იმ გადაჭრის შესაძლო გზებთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ძალიან აქტიური დისკუსია არის და ეს პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. გავიგე ძალიან კარგი ცნობა, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრი კულტურის მხრივ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული არის და აი კულტურის მხრივ უკვე შევდგეს ფეხი დიდ ევროპულ ოჯახში შეიძლება ითქვას და ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენი კულტურის განვითარებისათვის. არა მარტო სიტყვით, არამედ საქმეთათაც, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ პროექტები სხვადასხვა მიმართულებით და ამ პროექტებს განიხილავს ბრიუსელში ევროკავშირის ევროსაბჭოს კომისია. კულტურის პოლიტიკის განვითარების სტრატეგია საქართველოში შემოქმედებითი სექტორის გრძელვადიან ხედვას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. პროექტში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული. კულტურის სტრატეგია, რომლის შემუშავება ახლა მიმდინარეობს და ძირითადად პროცესის მიმდინარეობის შესახებ იქნა ინფორმაცია მოწოდებული, დეტალურად არის გაწერილი თუ რა პერიოდში რა უნდა შეიქმნას, მათ შორის სამუშაო ჯგუფების მიერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ ქალაქის ადამიან მთლიანად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ რითაც ვამაყობთ, ესაა ეს კულტურა, ესაა ეს ტრადიციები და ესაა ის სიძველეები, მათ შორის ჩვენ ქალაქში, რომლის სანახავად ტურისტი ჩამოდის და სადაც ძირითადად ჩვენ ვახდენთ ამ ყველაფრის ექსპორტს. განსაკუთრებულად მომეწონა ის, რომ საქართველო ჩაერთო ევროკავშირთან ამ პროგრამების შემუშავების პროექტში. მე პირადად ვფიქრობ და იმ წუთში დამებადა სული, რომ რაღაც ისეთი პროგრამა შექმნა, რომლითაც სწორედ იმ ფინანსურ დაინტერესებას მოვიპოვებ, ის ისევ ჩემს საქმეს წაადგება, ჩემ ქალაქს წაადგება და თავისთავად შედეგი იქნება. კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები დოკუმენტის სახით სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე განთავსდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა და თეატრის პრობლემებსა და წარმატებებს გაეცნო. თეატრის დაარსებიდან 70 წლის იუბილეი უსრულდება და საუბარი მზადებასაც შეეხო. მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, რათა თეატრი იუბილეს ღირსეულად შეხვდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა საკითხების და პროექტთა აქტივში ჩავიწერეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი. დაინტერესება დავინახეთ ნამდვილად და მე შეხვდი არა მინისტრს, ამ შემთხვევაში შეხვდი ადამიანს, რომელსაც შეუძლია კარგად მოგისმინოთ, გაითავისოს და ახსნას და მზად არის, რომ ალბათ პრობლემები გადავწყვიტოთ ერთად ისე ეტაპობრივად მაინც. ასე რომ ძალიან გმაყოფილი ვარ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა, ერთ-ერთი წარმატებული თეატრი არის, ძალიან ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მიუხედავად ყველაფრისა, დიდი შემართებით და ენთუზიაზმით არიან თეატრის მსახიობები, განსწავლულები. მე ძალიან მადლობელი ვარ ასეთი მასპინძლობისთვის, ასეთი შეხვედრისთვის, ასეთი მიდგომისთვის და სიყვარულისთვის საკუთარი საქმისადმი. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა. კურსის დასრულების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩებაია და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. პროგრამის ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის ფარგლებში სამთო მომზადების საბაზისო კურსი ქართველ სამხედროებთან ერთად ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. უნიკალური სკოლა არის არა მარტო იმ ამოცანების კუთხით, რასაც ის ასრულებს სამხედრო მომზადების თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ამ სკოლაში არის იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნონ, ერთმანეთთან გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობა, აამაღლონ თავსებადობის კუთხით თავიანთი სამხედრო ოპერაციების წარმოების ეფექტურობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა თავის მხრივ მაქსიმალურს დებს იმისთვის, რომ
სოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში ვიყოთ არა მარტო მომხმარებელი უსაფრთხოების, არამედ ვიყოთ ასევე კონტრიბიუტორები. მე პირველად გავიარე ზამთრის კურსი და საქართველოშიც პირველად ვიმყოფები. ძალიან ბევრ სამთო მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ საქართველოში გავლილი ზამთრის კურსით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ჩვენ ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევა შევისწავლეთ. მაგალითად, დავეუფლეთ მაღალმთიან რელიეფზე თხილამურებით გადაადგილებისა და ზღვაში მოყოლილი ადამიანის გადარჩენის მეთოდებს. უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი ინსტრუქტორები პროფესიონალი სამხედროები არიან. მათი სწავლების მეთოდი ძალიან მომეწონა. ისინი მუდმივად ჩვენთან ერთად იყვნენ. ყველა მონაწილემ საბაზისო კურსი წარმატებით დაამთავრა. მოხარული ვიქნები თუ კურსის შემდეგ ეტაპსაც საჩხერეში გავივლი. და უცხოეთის დღის ამბები ნატო არაპირებს სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ჩაერთოს, ვინაიდან ეს ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პასუხისმგებლობის ზონაში არ არის. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია Sky News-ის ეთერში გააკეთა. უკრაინა არ არის ნატოს წევრი, სწორედ აქ არის განსხვავება. უსაფრთხოების გარანტიები ალიანსის წევრებზე მოქმედებს, განაცხადა სტოლტენბერგმა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კიევს ნატოსგან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ალიანსი არასოდეს შეეგუება იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე უკრაინის კრიზისის აღმოსაფხვრად მინსკის შეთანხმების განხორციელება. რომის პაპმა ფრანცისკემ მისი წინამორბედის მსგავსად შესაძლოა პონტიფიკოსის სკამი დროზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ თავად პაპმა მექსიკურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, უგრძნობ, რომ ჩემი პონტიფიკოსობა ხანმოკლე იქნება 4-5 წელი, შესაძლოა 2-3-იც, აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა. მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედის ბენედიქტეს გადაწყვეტილება დროზე ადრე გადამდგარიყო მამაცური იყო. ბენედიქტე არ უნდა იყოს გამონაკლისი, შესაძლოა ის იყოს ერთადერთი დიდი ხნის განმავლობაში ან არ იყოს ერთადერთი, აღნიშნა რომის ამჟამინდელმა პაპმა. არგენტინელი სასულიერო პირი ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას სათავეში ზუსტად 2 წლის წინ 2013 წლის 13 მარტს ჩაუდგა. მისმა უშუალობამ და თავმდაბლობამ კათოლიკური სამყარო მალევე მოხიბლა. ჩილეს აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. BBC-ის ცნობით, ხანძრის შედეგად დაიღუპა 67 წლის ქალი და დაშავდა 3 მეხანძრე. ცეცხლი საპორტო ქალაქებს ვალპარაისოსა და ვინია დელ მარს ემუქრება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მიმდინარეობს კიდევ 10000-მდე მოქალაქის საშიში ზონიდან გამოყვანა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ნაგავს საყრელზე გაჩნდა, რის შემდეგაც ის მალევე მოედო მიმდებარე ტერიტორიას და დღეს უკვე განადგურებულია 300 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია. მეხანძრები ცდილობენ ცეცხლის დროულად ლოკალიზებას იმისათვის, რომ ის დასახლებულ ტერიტორიას არ მიუახლოვდეს. წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ვანუატუ ძლიერი ციკლონი დაატყდა თავს. BBC-ის ცნობით არის მსხვერპლიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაღუპულთა რიცხვის დადგენა. ციკლონმა პამმა ვანუატუს გუშინ ღამით გადაუარა. ქარის სიჩქარემ საათში 250 კილომეტრი შეადგინა. ათასობით მოქალაქე თავს დროებით თავშესაფარს აფარებს. ეს ვანუატუს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სტიქია. ციკლონმა ვანუატუმდე ტუვალუს, კირიბატისა და სოლომონის კუნძულებსაც გადაუარა. ძლიერი ქარისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. და პროგრამას ისევ ადგილობრივი ინფორმაციებით ვაგრძელებთ. საქველმოქმედო აქცია ქუთაისში. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის საზოგადოებამ ექსკურსია ბაგრატისა და გელათის სამონასტრო კომპლექსში მოუწყო და სადილით გაუმასპინძლა. კონსტიტუციური უფლებების დაცვის საზოგადოება რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მსგავს აქციებს პერიოდულად მართავს. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს მსგავსი ღონისძიებებით გაახაროს და გაანებიროს ჩვენი სოციალურად დაუცველი ბავშვები. ისინი ძალიან კმაყოფილები და გახარებულები არიან დღევანდელი დღით. ჩვენი ორგანიზაცია კი კვლავ გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას. ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ ინიციატივით, რომ სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა ნახეთ ეს ტაძრები. მე პირადად არ მინახია გელათის ტაძარი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოვიწყო ექსკურსია, რისიც ძალიან კმაყოფილები ვართ და ჩვენ დაგვიბრუნდნენ, რომ კიდევ გააგრძელებენ ამ კეთილ საქმეს და ჩავერთვებით ჩვენ სამ აქციაში.
პირველი დამოუკიდებელი ტელერადიო კომპანია რიონის დირექტორის ტექნიკურ და შემოქმედებით დარგში გიგა კაპეტივაძის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. იგი წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის განვითარებაში იყო ჩართული, მუშაობდა ტელერადიო კომპანია რიონის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ტელერადიო კომპანია რიონი 2 არხის დირექტორად. ასევე იყო საავტორო პროგრამის წელი 2000-ის ავტორი და წამყვანი. გიგა კაპეტივაძის დღეს ახლობლები, მეგობრები და კოლეგები იხსენებენ. გაზაფხული ძალიან მეყვარდა ყოველთვის, ალბათ იმიტომ რომ მე გაზაფხულზე დავიბადე. მაგრამ 4 წელია ჩემთვის გაზაფხულს არანაირი სიხარული არ მოაქვს. რამდენიმე დღით ადრე მეწყება ნოსტალგია 15 მარტამდე და მძიმე დღეები, როცა შეიძლება ზედმეტად აღგზნებული ვარ, გახიზიანებული ვარ. ვიღაცას ისე არ ვილაპარაკები, როგორც საჭიროა. ვხებულობ რაღაც ისეთ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს. მე არ მიგვირს ეს, მაგრამ შეიძლება სხვებს ვუკვირთ. აი, რამდენიმე ღამეა არ მეძინება, რაღაც გული თითქოს არ მტკივა, მაგრამ რაღაც ტირის ჩემში ორგანიზმში, იმიტომ რომ ახლოვდება ის ალბათითი დღე 15 მარტი, რომელმაც წამართვა ჩემი ერთადერთი სიხარული და ბედნიერება, ჩემი შვილი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გაზაფხული ისევ მოდის, საბედნიეროდ რა თქმა უნდა უფრო, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება და გაზაფხული მაინც მოვა, მე მინდა თუ არ მინდა. და ის ყვავილები, რომელიც ჩემთვის უნდა მოეტანა გიგას დედის დღეზე, მოელოცა თუნდაც 8 მარტს, მე მიმაქვს მისაფლავზე 15 მარტს. ვცდილობ სხვებს არ დავანახო ის, რაც მე ძალიან მტკივა, მაგრამ ვერ ვახერხებ საუბედუროდ. სამაგიეროდ შემიძლია ჩემ შვილს უთხრა, რომ ყველა მისი სურვილი ავასრულე, რაც კი გუნებაში ჰქონდა. რიონი არის თანამგზავრზე, მუშაობს რადიო რიონი და სულ მალე რიონი იქნება ციფრული. ეს იყო 3 დიდი ოცნება, რომელიც ჯერდევს სრულიად ახალგაზრდა გიგას ჰქონდა და ეს ჩანაწერი ხშირად ტრიალებს ხოლმე მოგონებებში გიგაზე. ხვალ სრულდება 4 წელი, რაც გიგა კაპეტივაძე აღარ არის ტელეკომპანია რიონის გვერდით, პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ის იყო ტელეკომპანია რიონი, მისი აწყობილი იყო სტუდიები, მისი ხელმძღვანელობით გადიოდა გადაცემები. ჩვენთვის, მისი თანამშრომლებისთვის, მისი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის ის დღესაც ცოცხალია და დღესაც ვცდილობთ, რომ ისე ვიმუშაოთ, რომ გიგას სახელი არ შევარცხვნოთ. პოლონეთის, ჩეხეთის და რამდენიმე კავკასიური ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წევრებისთვის დღეს ტრენინგი აკაგზერტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა. ძირითად თემას კი აღნიშნულ ქვეყნებში ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მიღწევები და კონფლიქტის საკითხები წარმოადგენს. ტრენინგის მონაწილეების ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებენ. ტრენინგი 3 დღე გაგრძელდება და მასში აკაგზერტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები იქნებიან ჩართული. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ. ეს არის დემოკრატიისთვის მიღწევები ამ რესპუბლიკებში, ამერიკა-კავკასიის რესპუბლიკებში, ეს არის ეკოლოგიის საკითხი, პრობლემები, კონფლიქტის პრობლემები, რა რეცეპტები არსებობს სიახლეები ამ ქვეყნებში, ერთმანეთის გაზიარება იქნება და ყველა მონაწილე დაახლოებით 77 სტუმარს მასპინძლობს ქალაქი და სხვადასხვა და 3 სექტორული მუშაობა იქნება 3 დღის განმავლობაში და ყველა და დემოკრატიული თვისებები იმიტომ არის და კარგად გამოსახული ამ შეხვედრებზე, როცა ყველა აირჩევს თავის თემატიკას, რა გამოსულობა უნდა ამის გარდა შეუძლია ყველამ წარადგინოს თემატიკა წაწიოს და ამაზე წავა კიდე დისკუსიები. საინტერესოა ის გამოცდილება, რომელიც აქვს ევროპელ კოლეგებს, საინტერესოა ის, რაც აქვს ჩვენ მეცნიერებს და ურთიერთგაცვლა გამოიწვევს იმას, რომ თითოეულის სამეცნიერო თვალსაზრისით გაზრდაც გამოიწვევს და ახალი იდეების გაცვლაც მოხდება დამეგობრება, ურთიერთკავშირი. შეხვედრის მთავარ მიზანს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რამდენიმე ევროპული ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ეს შეხვედრა უნივერსიტეტში 3 დღე გაგრძელდება და ჩვენ ერთმანეთის მუშაობას დავაკვირდებით.
თანამედროვე საზოგადოების მომავალი ეს არ არის არსებობა ხვალ. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მმართველმა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო ლექცია გამართა, სადაც იმ მისწავლებელზე ისაუბრა, რომელიც მომავალი თაობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ანდრო ბარნოვის ლექციას ძირითადად სტუდენტები დაესწრნენ. ხედვებს, რწმენებს და ჩვენ როგორც საზოგადოება უნდა ვიყოთ შეთანხმებული ძირითად პრინციპებზე, რომელზე დაყრდნობითაც ვაშენებთ ჩვენს ხვალინელ დღეს. სწორედ ამ პრინციპებზე ვისაუბრებთ დღეს ვისაუბრებთ ღრმად ძალიან და ასე ვაკეთებთ ძალიან ბევრ რეგიონში ამ ბოლო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ალბათ 30-ე რაღაც დაახლოებით 30-ე საჯარო ლექცია ვატარებთ და ყველგან აუდიტორია არის ძალიან შერეული, რა ძალიან მახარებს არის რომ მოდის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, როგორც შედარებით უფროს კლასელი სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები, თუმცა არა მარტო მოდის ნებისმიერი ასაკის ხალხი. მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ქუთაისში და მხოლოდ 1 საათი ჭავჭავაძის 38-ში მდებარე ბიბლუსის მაღაზია მსოფლიო ბესტსელერი ჰოლის მელის გიკი გოგოს ფასდაკლება გამოაცხადა. თინეიჯერებისთვის განკუთვნილი წიგნის შეძენა მყიდველს 10 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად შეეძლო. აქცია პროექტ ლიბერტინსის ფარგლებში განხორციელდა. ეს უკვე მესამე ქართულად გამოცემული ბესტსელერია. პალიტრაელის პროექტი წევრები ლიბერტინსი ესტუმრა დღეს ქუთაისს, როგორც ხედავთ ძალიან ბევრი თინეიჯერია უკვე აქ მოსული, იმისთვის რომ შეიძინონ ლიბერტინსის ახალი მესამე წიგნი, რომელიც გამოიცა, ეს არის ჰოლის მეილის ბრიტანელი მწერლის, ჰოლის მეილის ცნობილი ბესტსელერი გიკი გოგო. ძალიან გვიხარია რომ მოეცათ საშუალება ქუთაისელებსაც თბილისის გარდა, იმიტომ რომ ეს აქციები აქამდე მხოლოდ თბილისში ტარდებოდა. ძალიან გვიხარია რომ ქუთაისაც მოეცა საშუალება რომ ქუთაისის მკითხველებსაც, ასე ვთქვათ, თინეიჯერებს აქციის ფასად შეიძინონ ეს წიგნი. ინტერნეტიდან შევიტყვე თვითონ ლიბერტინსის გვერდზე და იმისთვის ვარ მოსული, რომ ეს წიგნი არის დღეს სამრად გიკი გოგონა, არის ძალიან კარგი წიგნი ჰოლის მეილის და ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ არის მე ბევრ წიგნს ვყიდულობ და რა თქმა უნდა ესეთი აქციები მეხმარება მაშინ, რომ უფრო მეტი წიგნი შევიძინო შეღავათიან ფასებში. პირველ ქართველ კინემატოგრაფს ვასილ ამაშუკას 129 წელი შეუსრულდებოდა. ეს ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული იუბილეოსთან დაკავშირებით. ხელოვნის საფლავის დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ცერემონიალს თბილისიდან სპეციალურად ჩამოსული კინომცოდნე გოგი დოლიძე ესწრებოდა. ვასილ ამაშუკელი 1886 წლის 14 მარტს ქუთაისში დაიბადა. 1912 წელს მან გადაიღო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აგაგძერლის მოგზაურობა“ რაჭა-ლეჩხუმში. პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაღებული იქნა არა ამერიკაში 1922 წელს, არამედ საქართველოში 10 წლით ადრე 1912 წელს, კერძოდ კი ქუთაისში და მისი ავტორი იყო ვასილ ამაშუკელი. ეს დღევანდელი დღე არის საერთაშორისო მნიშვნელობის და არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ მთლიანად, იმიტომ რომ მისი გადაღებული ფილმი აქვს მსოფლიო მნიშვნელობის ღირებულებითი ხასიათი და გამომდინარე აქედან მიმაჩნია ის, რომ უფრო მეტად უნდა დაფასდეს მის სახელი, ვიდრე დღეს არის შეფასებული. აპრილიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულო და თვითმმართველობა დაიწყებს ფუნქციონირებას. მე-10 და მე-11 კლასების წარმატებული მოსწავლეები ქალაქის მართვაში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება კურირებს. ახალგაზრდული თვითმმართველობა 2013-2014 წელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში კასპში, გორსა და მარნეულში წარმატებით განხორციელდა. იმერეთის რეგიონის მოსწავლეებმა პროექტის შესახებ ინფორმაცია დღეს პირადად ხელმძღვანელებისგან მოისმინეს. ორგანიზაციამ 2013 წელს განახორციელა 3 რაიონში აღნიშნული პროექტი ახალგაზრდული საკრებულოები და ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი შედეგი გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ახალგაზრდები იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში ჩართული, ცდილობდნენ რომ რა პრობლემებიც იყო, ის ყოფილიყო გათვალისწინებული დიდ საკრებულოზე და უამრავი ახალგაზრდა დასაქმდა. ამის შემდეგ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 64-ვე რაიონში განახორციელოს პროექტი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქუთაისში, სადაც ვარჩევთ 25 საკრებულოს დეპუტატს, ჩატარდება ტესტირება
და უკვე ამ ახალგაზრდებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ ჩაიხედონ ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებში, კოორდინირებულად იმუშაონ საკრებულოსთან, შეიქმნება საკრებულოს კომისიები, ახალგაზრდულზე ვსაუბრობ და რეალურად ექნებათ საშუალება, რომ ბევრი სასიკეთო რამ გააკეთონ ადგილობრივი რაიონისთვის. პროექტებში ჩვენ ვსწავლობთ როგორ მუშაობს საკრებულო, რა სტრუქტურა აქვს, რა უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა გავეცანით პრეზენტაციას და ეს იყო რომ ჩვენ გვხვდიან უფრო აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდეგ უშუალოდ ხდებიან ლიდერები, რომლებიც უნდა მოვიდნენ სათავეში და უნდა შექმნან მომავალი ამ ქალაქისთვის. დროებით თავშესაფარში მოთავსებულ ძაღლებს კასტრაცია, ვაქცინაცია და სტერილიზაცია ჩაუტარდა. ცხოველები ამ ეტაპზე ვეტერინარული განყოფილების თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელ 4 ფეხა ცხოველებს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე გაუშვებენ. აცრილი ძაღლების საფრთხეს მოქალაქეებისთვის არ წარმოადგენენ. მათი გამორჩევა ყურზე სპეციალური ნიშნით იქნება შესაძლებელი. ძაღლებზე პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიამ აიღო და რაიმე სახის ზემოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები პასუხს კანონის წინაშე აგებენ. ესენი არის ყველაზე უსაფრთხო ძაღლები, რომელიც ვაქცინირებულია და არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის და მინდა მიმართო ქართულ საზოგადოებას, ქუთაისის მოქალაქეებს, რომ მიუძღვნენ ამას გაგებით და ნუ ხედავენ საფრთხეს ცხოველებში. ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან. ძაღლის აყვანის მსურველებს ასევე მინდა ვთხოვო. ნუ აკყავთ ძაღლი მხოლოდ იმისთვის, რომ გაერთოთ. ლეკვი არ არის სათამაშო, რეზინის სათამაშო, რომელსაც გაერთოთ, მოგბესდებათ და გადააგდებთ. უნდა გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, როცა ცხოველს აიყვანთ მოსავლელად. ქუთაისში ჯერჯერობით მუნიციპალურ თავშესაფარში ჩიდება ძალიან ბევრი. ეს არის იმედია დროებითი თავშესაფარი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშენდება ახალი, უფრო ევროსტანდარტებით, რა თქმა უნდა, და ცხოველები იქნება ცივილიზებულ სიტუაციაში. აღნიშნული ძაღლები გაიშვება ქალაქის ტერიტორიაზე. საზოგადოება დაცული, როდესაც კასტრირებული და სტერილიზებულია ცხოველი, ის აღარ არის აგრესიული, ის არის იმუნიზირებული, ვაქცინირებული და საზოგადოებას აღარ წარმოადგენს საშიშროებას. მიხეილ ქორგიას და ზურაბ საგანდერძის სახელობის საკალათბურთო დარბაზში საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების პირველი მატჩი დედაქალაქში დინამოელებმა მოიგეს. შესაბამისად ქუთაისლებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ, რათა გაეგრძელებინათ თასისათვის ბრძოლა. თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ტაბლოზე ანგარიში მუდმივად იცვლებოდა. საბოლოოდ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით ანგარიში 73-ით 76 დამთავრდა. თბილისის დინამო ფინალში რუსთავის გუნდს დაუპირისპირდება. როგორც ყოველთვის რთული არის ქუთაისში თამაში. თქვენ თვითონაც ნახეთ, რომ ბოლო წამებზე რაც ხდებოდა, საოცარი ატმოსფერო არის დარბაზში და ვისურვებ, რომ ყველგან ესე იყოს, ყველა ქალაქში და უსურვებ ქუთაისის შემდეგში წარმატებას. რაც შეეხება ჩემ გუნდს, არგია მოვიგეთ, გავედით ფინალში, მთავარი საქმე წინა გვაქვს, ვეცდებით დაწყებული მივიყვანოთ ბოლომდე და ვითამაშოთ ღირსეულად. თქონდა შეცდომები, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია ფინალში დასვლა. და პროგრამის ბოლოს ვნახოთ ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე გამშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.